სამშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბება სხდომაზე, რომელმაც უნდა გახსნას ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის პროცესი. დასახელდეს კანდიდატები და მათგან 3 მღვდელმთავარი გამოირჩეს გაფართოებული კრებისთვის. ილია მეორის თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მწყემს მთავრობის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში აღდგენილი ავტოკეფალიის რეალობაში ქართულ ეკლესიას პირველად უწევს ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილების მიღება. ეს არ არის მხოლოდ შიდა საეკლესიო პროცედურა თავისთავად, ეს არის არჩევანი, რომელსაც ექნება გავლენა არა მხოლოდ ეკლესიის მომავალზე, არამედ იმ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ გარემოზეც, რომელშიც საქართველო უახლოეს წლებში იცხოვრებს. გარეგნულად მზადება ამ 7 ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რას უფრო ახლოვდება სინოდის ხდომა, მით უფრო იზრდება მოლოდინი, ინტერესი და ბუნებრივად დაძაბულობაც. გუშინ შესრულდა 40 დღე უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებიდან. ეს იყო გლოვის, ფიქრის და სრულიად ახალ რეალობასთან შეგუების დღეები. სიმბოლური იყო სიონის საკათედრო ტაძარში სინოდის თითქმის სრული შემადგენლობით აღვლენილი ლოცვა ილია მეორის სულის მოსახსენიებლად. ახლა კი ამ სულიერი ვალის მოხდის შემდეგ დგება დრო გადაწყვეტილებებისა, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად განსაზღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და უფრო ფართოდ ქვეყნის მომავალი. ამ პასუხისმგებლობაზე, სინოდის წინ არსებულ განწყობებზე, სამზადისზე და იმ კრიტერიუმებზე, რომელთაც ეკლესიამ ახალი მწყემს მთავარი უნდა გამოარჩიოს, დღეს დროების სტუდიაში ვისაუბრებთ წმინდა სინოდის წევრთან, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ზენონთან, რომელსაც მადლობა მინდა უთხრა, რადგან აი ამ უახლოეს პერიოდში უკვე მეორედ გვესტუმრეთ, მადლობა განსაკუთრებით ამის გამო. სამშაბათს შედგება სინოდის ის სხდომა, სადაც უკვე 3 კანდიდატი უნდა შეიძლება 3 კანდიდატზე მეტი დასახელდეს, მაგრამ კენჭისყრით გამოირჩეს უნდა 3. აი პირველი ასეთ შეკითხვა, რომელიც გარედან ნებისმიერ მაყურებელს დაიბადება, ხომ არ ყოფილა სინოდის შემადგენლობით წინასწარ არაფორმალური რაიმე რაღაც განმწესრიგებელი ან პოზიციების მომსინჯველი თათბირის შეხვედრა სხდომა ან რამე ამის მსგავსი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ურმესი მადლობა. რა თქმა უნდა, ესეთი უფრო ინდივიდუალური შეხვედრები არსებობს აზრთა გაცვლა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას რომ მიიღო რაღაც ესეთი კომპლექსური, მასიური ხასიათი, ასეთი ჩემის აზრით არ უნდა არსებობდეს. მე არ მიმიღია ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე ვიტყოდი ამას. დიახ, ნამდვილად არის ეს უჩვეულო, იმიტომ რომ ჩვენი რეალობა 4 წელზე მეც მოიცავდა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის საპატრიარქო მსახურებას და ჩვენ ახლა დავდექით ადმინისტრაციული უწყვეტობიდან გამომდინარე იმ არჩევანის წინაშე, როდესაც ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას ამოცემულობაში ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის. ვიდრე ჩვენ თქვათ ვიტყოდეთ, ვისაუბრებდეთ იმ კრიტერიუმზე, რომელიც შეიძლება პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით იდგეს დღის წესრიგში განსახილველად. მე მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ ჩვენი თანამედროვე საზოგადოება დღეს იმყოფება ასეთი სპეციფიური რეალობის წინაშე. ეს არის ერთგვარი პოლარიზაცია, არის ერთიანობის, იდენტობის კრიზისი, გარე გავლენების ფაქტორი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას უხდება ცხოვრება. აი ამასთან დაკავშირებით დიახ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კათოლიკოს პატრიარქის არჩევას. ამოცემულობაში ჩვენ გვაქვს გასაღები, რომელიც მიღებული გვაქვს თავად ისტორიული გამოცდილებიდან, საქართველოს ისტორიიდან. ეს არის დიალოგის გამოცდილება. დიალოგის გამოცდილება, რომელსაც ამ ცივილიზაციურ ყოფაში უხდებოდა ჩვენს ქვეყანას ცხოვრება. დიალოგი შიდა სამყაროსთან, დიალოგი გარე სამყაროსთან, რომელიც შემდეგ უკვე აღალიბებდა ცივილიზაციურ ხიდს.
ჩვენი ქვეყნისა, ანუ იგი ჩვენ გვესახება როგორც ცივილიზაციური ხიდი, რომელიც გავლენებს ღებულობს გარკვეულწილად, მაგრამ ის მას გარდაქმნიდა. ამ გარდაქმნილს დაამუშავებდა და გადასცემდა, სადაც იქნებოდა ჩვენი იდენტობა უკვე, ხო? რაღაც ეროვნული შემოქმედება. რატომ გავიხსენე მე ახლა ეს, რომ სწორედაც თითქოს ჩვენს რეალობაში დღეს ეს ცოცხლდება. ფორმები შეიძლება იცვლება, მაგრამ თვითონ ეს პრობლემები და გამოწვევები ისევ არსებობს ისტორიაში. არა თუ არსებობს იზრდება კიდეც და დღევანდელი მსოფლიო არის ამის მაგალითი დინამიკა, რომელსაც ხედავთ. ეს ექსტრემალური მიდგომები დაპირისპირება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულად ომების უბრალოდ ფაზაში კი არა, ვარ შესულები რაღაც ახალი ტიპის სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების, კულტურათა შორის, ცივილიზაციათა შორის დაპირისპირების ძალიან რთული ფაზაა და ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფოს, ასევე მის ერთ-ერთ კი არა ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს, ქართულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საპატრიარქოს, მის წმინდა სინოდს და ახალ კათოლიკოს პატრიარქს განსაკუთრებული მისია დაეკისრება. თქვენ უკვე დაიწყეთ პრინციპში საუბარი აი ამ კრიტერიუმებზე, რის გარშემოც გამორჩევა უნდა მოხდეს. ახლა ესეთი უნივერსალური და უნიკალური იდეალურს ჩვენ ასეთი არ განვიხილავთ, იმიტომ რომ იდეალური რეალურ საყვაროში არ არსებობს. ამ შემთხვევაში ალბათ არჩევანი უნდა გაკეთდეს ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს შორის ისეთზე, რომელიც ყველაზე მეტად განასახიერებს თავისი წარსულითაც და მომავლის პერსპექტივითაც აი ამ მოლოდინებს და აი ამ სურვილებს, რომელიც და გამოწვევებს, რომელიც აქვს დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ცოტა უფრო მეტი კონკრეტიკა შეგვიძლია, რომ შემოვიტანოთ ამ კანდიდატებზე საუბრის კუთხით. მაყურებელს ახსოვს, რომ თქვენ წინასტუმრობის დროს თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ წარმოსახვაში გყავთ რამდენიმე ასეთ შედარებით ასაკოვანი მოქმედი მღვდელმთავარი, რომლის ხილვასაც ისურვებდით კათოლიკოს პატრიარქად. იცით, მანამდე კიდევ ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩემი აზრით არსებობს ისტორიული ხედვა. ჩვენ არ ვირჩევთ ახლა პატრიარქს უბრალოდ როგორც ადამიანს, არ ეკლესიის მეთაურს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, მღვდელმთავარი, რომელსაც აქვს ისტორიული ხედვა და ამ ისტორიული ხედვის თანხვედრად ისტორიას იგი უყურებს როგორც პროცესს. ის არ არის ამ მოცემული, ასე ვთქვათ, მოცემულობის, დღევანდელი პოლიტიკის ან თანამედროვეობის ეკლესიის მეთაური. ის აცლეულებით წინ უნდა იხედებოდეს. მისი საქმიანობა უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს გამოცდილებაზე, წარსულისა და აწმყოს გამოცდილებაზე იმ ადგილს, სადაც საქართველოს ეკლესიას ჩვენ შეიძლება მომავალი განუსაზღვროთ. ბალანსის თემა არის ეს. ეს არის მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ეს არის გონიერების საკითხი, სახელმწიფოსთან ზომიერი დისტანცირების, ხელისუფლებასთან ასევე ზომიერი საურთიერთობო საზღვრების, კულტურული თვალსაზრისით საზოგადოებასთან გახსნილობა არის საჭირო. ჩვენი ეკლესია არათუნდაც იყოს დარჩეს, პირიქით ჩვენ ამ პერსპექტივით უნდა დავინახოთ იგი, რომ ჩვენი ხალხის სულიერი და კულტურული ცნობიერების საყრდენი ღერძი იყოს კვლავ იგი. მან უნდა მუდმივად ხელი შეუწყოს დიალოგს, დაახლოვებას. ჩვენ იცით როგორ ჩამოყალიბდით, ერთმანეთს ვუყურებთ და ვერ ხედავთ თითქოს. უსმენთ და არ ვისმენთ. ჩვენ შორის იქნება ძალიან დიდი მიჯნა სამწუხაროდ დროდადრო საზოგადოებაზე გულისხმობდა. ეს ქმნის რაღაცა ძალიან რადიკალურ განწყობებს, ქმნის გაუცხოება ხდება.
და ეს არ არის ბუნებრივი, ეს არ არის ადამიანური. ეს წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის არსებასთან. ასევე საინტერესო საკითხი არის ის, რომ ცენტრი, რომელიც არის ღერძი შენი პიროვნების ღირებულებათა ღერძი, რომელიც შენ გაქვს ადამიანს, აი იქ უნდა იყო მყარი. შენი წონასწორობა არ უნდა დაარღვიოს არც გარემ, არც შიდა ფაქტორმა. იდენტობა იქნება, სოფხედელობა იქნება თუ ნებისმიერი რაღაცა საკითხი იქნება, რომელიც თავისი არსით არის ძალიან სპეციფიური და მნიშვნელოვანი. და ასეთ შემთხვევაში უკვე თუ ჩვენ ვერ ვინარჩუნებთ შინაგან წონასწორობას და ეს ცენტრი ჩვენი ირღვევა შინაგანი წონასწორობისა, ჩვენ უკვე საშუალებას ვაძლევთ არასასურველ კატეგორიებს იმისათვის, რომ ერთის მხრივ მათ გააკეთონ ის საქმე, ჩვენ თუ სიცარიელე დავტოვეთ, იქ შიშია, იქ ხმაურია, მსგავსი რაღაც ხდება, გარე ძალებისთვის იქნება ეს სიცარიელე, არა ჩვენი დაშორებით და ამიტომ მართებს აი ამ ყველაფერზე აქცენტის გაკეთება და ყურადღების მიქცევა, რომ ამისთვის არის საჭირო უფრო გამოცდილი ასე ვთქვათ მწყემს ორიენტირი უნდა იყოს. მან უნდა ქართულ საზოგადოებას მთელი აი ამ მარაგიდან გამომდინარე და გამოცდილებიდან გამომდინარე, რის წინაშე ჩვენ ვართ, ან თეორიულად ვიყავით და პრაქტიკულად ვიმყოფებით, მან პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს. მან უკიდურესობებისგან უნდა დაიცვას თავის ქვეყანა. ის არ უნდა მოიაზნო როგორც ვინმეს კუთვნილება, რაღაც ჯგუფის, ან რაღაც პოლიტიკური წრის, ან გნებავთ ინტელექტუალური წრის. დიახ, ესეთი დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა რაც შეეხება საკითხს, რომელსაც თქვენმე ასე ვთქვათ, რომელსაც თქვენ მიაქციეთ ყურადღება კანდიდატებთან დაკავშირებით. ბუნებრივია ინტერესი, რომ პირველ რიგში კანდიდატებთან დაკავშირებით. დიახ, მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ ორი კანდიდატი სავარაუდოდ იარსებებს, კი არა და ასე იქნება და მათთან ასე ვთქვათ შეხვედრებით ჩამოვყალიბდები მე პირადად საბოლოოდ და ასევე ის დღე, რომელ დღესაც ეს ხდომა გაიმართება სამშაბათს, პრინციპში ის იქნება ჩვენი გზამკვლევი. პირადად ჩემი და ვფიქრობ თითოეული უდემთავრისთვის გზამკვლევი და შესაძლებლობა თავისი გადაწყვეტილების მიღებისათვის. შეიძლება ჩვენ ასე ვთვლიდეთ, რომ ვართ ჩამოყალიბებული, მაგრამ ამ დღეს ჩვენ რაღაც რევიზია მოვახდინოთ ჩვენს ხედვებში და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს უცვლელია, რომ ჩვენ ვირჩევთ ერის მსახურს, მოტივირებულს ერის მსახურებისთვის, კონსოლიდაციისთვის. ყველაზე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის სივრცე თვითონ. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მართლმადიდებელი ეკლესიის სივრცეში ეს ხმა, საქართველოს ხმა უნდა ყოველთვის აღღეროს, გაიტანოს, ქმედითი უნდა იყოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ჩრდილქვეშ არ უნდა იყოს. იყო ასეთი, ჩვენ გვაქვს ასეთი ეპიზოდები, როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს გავლენები ხდება. მე თავად შემიძლია ამებზე საუბარი, თუკი ამას რა თქმა უნდა საჭირო ჩავთვლი. არა ვიღაცის ნალაპარაკით, სრულიად დოკუმენტურად. შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ, ფაქტობრივი მაგალითი ამასთან დაკავშირებით. ну მე ხლა მაინც გავიხსენებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხს, სადაც ფაქტიურად მოქმედებს მოსკოვის საპატრიარქო. და იქ არის ეპიზოდები, როგორ მიეცათ ამის საშუალება.
ჯობია მაინც დღეს თავშეკავებული ვიყოთ ამ საკითხებზე. გასაგებია, აღარ შეგაყოვნებთ ამაზე, რო დაუბრუნდეთ მაინც კანდიდატურების საკითხს. ის რაც საჯაროდ ითქვა, კანდიდატები, რომელთა სახელები და გვარებიც ისმის, ხო? თავისთავად მოსაყდრე შიო, ალბათ კი არა და მოსაუდნელია რომ დადგება კანდიდატად. გარდა ამისა იყო საუბარი მეუფე დანიელზე, თუმცა მასთან ასაკთან დაკავშირებული თემა გახდა განხილვის საგანი, თუმცა მე რასაც ვატყობ, მაინც თავად სინოდის წევრების უმრავლესობა ასაკობრივ ნაწილში ამ მხრივ ხელოვნური შეზღუდვის წინააღმდეგია და მე მაქვს ასეთ მოლოდინი თუ დადგება ეს კანდიდატურა, არ ამგონია სინოდის შემადგენლობის უმრავლესობამ ეს წინაღობად ჩათვალოს. მეუფე იობზე არის აქტიურად საუბარი, თავად მეუფე იობის გზავნილებით საჯარო ქადაგებების დროს და აქტივობის ხარისხიც იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას, რომ თავადაც არის მოტივირებული ამ მიმართულებით. სხვა დანარჩენი ხა მეუფე ისაიაზე იყო საუბარი, მაგრამ აქტიურად აღარ განიხილება ბოლო 2 კვირის განმავლობაში. შეიძლება თუ არა რაიმე სიურპრიზი სიტყვა არასწორი იქნება, მაგრამ აი ამ ხრივ რაიმე მოულოდნელობები კიდე იყო სამშაბათამდე. მე არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს, წინსწრებად რაც ახლა ისახება. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება 3 კანდიდატი. ორთან ინფორმირებული ვარ, მეუფე შიოზე არ ვიცი. იმიტომ რომ მას არ განუცხადებია ეს ჯერჯერობით. კარგით, რადგან 2-ზე საუბრობთ, რო თქვენ ხართ ინფორმირებული, ეს 2 ის 2-ია, რომელთა სახელებიც მიახსენეთ თუ ამ წრის მიღმაც არის კიდევ ვინმე, ვინც ამ 2-შია. მაინც დღეს გავჩერდეთ ამ საკითხზე. სამშაბათს ხომ ამას ხო რომ ჩვენ მე არ მინდა რამეს ხელი შეუშალო, ან არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. ну, ამიტომ სამშაბათს მე ვფიქრობ გერა სამშაბათთან შეგვიძლია ამაზე საუბარი, მეცაც ვიტყვი. რომელი კანდიდატიც იქნება დასახელებული და შეთანხმებული, ანუ გადაწყვეტილი, მე მიმაჩნია, რომ იმ კანდიდატებმა საზოგადოებას ფართო საშუალებებით, მასმედიის საშუალებით უნდა გააცნონ თავისი, ასე ვთქვათ, ხედვები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი საზოგადოება უნდა ერკვეოდეს, უნდა იცნობდეს, ну ასე ეპიზოდურად მაინც ხედვებს იმ პიროვნების, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ უძველესი ცივილიზაციის მქონე საქართველოს ეკლესიის მეთაურად ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო დროსა და გარემოში. მე როგორც მივხვდით, თქვენ საუბრობთ მეფე არა რაღაცა ესე თქვათ ჩვენი ტრადიციული საერო ცხოვრების საჯარო დებატების ფორმაზე, არამედ შესაძლებლობაზე, რომ ნებისმიერ კანდიდატს ჩვენთან მშვიდ გარემოში შეკითხვებზე უპასუხოს, თავის ხედვა წარმოადგინოს, შეაფასოს გარკვეული მოვლენები, რომ და თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო შიდა საეკლესიო საქმე და რომც იყოს ეკლესია არ შედგება მხოლოდ სასულიერო პირებისგან ან თუნდაც იმ გაფართოებულ კრებაზე წარმოდგენილი დელეგატებისგან, ხო? ეს არის მრევლი, ეს არის ეკლესიის ჩვენ კონსტიტუციურ წესრიგში უნდა ვიცხოვროთ. კონსტიტუციაში წერია, რომ ეს არის ინსტიტუტი, ну სუბიექტი, ასე უფრო მართებულია, რომელიც სახელმწიფომ საზოგადოებამ მიიღო როგორც ისეთი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებრივია, ხო? ამდენად ახლა შიდა და გარე ამ შემთხვევაში აღარ მუშაობს ეს ფაქტორი. ამ შემთხვევაში შენ კონსტიტუციას გავალდებულებს, რომ საქართველოს მოსახლეობას დაელაპარაკო. რამდენიმე კონკრეტული კითხვა მაქვს, რომელიც პრობლემურ თემებს უკავშირდება და ჩვენი საუბრის დარჩენილი ნაწილი იქნება ამას დაუთმოთ. მე უფე შესამჩნევი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა, რუსეთის საგარეო დაზვერვის
ну სპეცსამსახურის პირდაპირ დავარქვათ სფერი, ესე თქვა საგარეო დაზვერვა, ის განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ არჩევნებს ახალი კათოლიკოს პატრიარქისა და მის სამიზნესაც. ну სამიზნე არ იყო მარტო მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეუსი, არამედ დასახელდა ორი სინოდის ძალიან ესეთი ღირსეული დაფასებული წევრი, მეუფე აბრაამი, მეუფე გრიგოლი, რომლებიც მოხსენებულნი იყვნენ აი ამ ვალდებაში. იყო თუ არა ეს განხილვის საგანი სინოდის წევრებს შორის? ან რაზე შეიძლება მიანიშნებდეს? შეიძლება ამას დაერქვას ჩარევის მცდელობა, გავლენის მოხდენის მცდელობა, როგორც მინიმუმ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ეს წალსახად მიანიშნებს იმას, რომ როგორც რუსეთის ეკლესიისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის საქართველოს ეკლესიის მეთაურის ფაქტორი, ფიგურის ფაქტორი არის, ფიგურის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ საეკლესიო პოლიტიკაში გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ მოსკოვის საპატრიარქო ფაქტიურად ეხარისტი აქვს გაწყვეტილი რამდენიმე უძველეს აღმოსავლური ქრისტიანობის კერებთან, ხო? როგორც არის კონსტანტინოპოლი, კვიპროსი, ელადა, ალექსანდრია. და ეს გზა მიდის რო გაგრძელდეს, ხო? ახლა სხვა ადგილობრივ ეკლესიებიც რატო გარკვეულწილად იკავებენ თავს, რომ ეკლესიაში არ უნდათ განხეთქილება. ამ მიმართულებით რო წავიდეს რუსეთის ეკლესია, ის საბოლოოდ აღმოჩნდება სქიზმაში. ხომ ასე გამოდის, ესე იგი თუ გამოეღო მთლიანად ერთიან ხელს, ის არის უკვე სქიზმატური ეკლესია. ამ კონტექსტში საქართველოს ეკლესია სად იქნება? თუ ის დამოუკიდებელი არ იქნება შიდა და გარე გავლენებისგან, იმ გავლენებისგან, რომელსაც მასთან არაფერი ესაქმება. ის ხო თვითმმართველობისა და თვითმოქმედების თვალსაზრისით უკვე ერთგვარ ტყვეობაში შეიძლება აღმოჩნდეს, არა? ამიტომ საქართველოს ეკლესია აუცილებლად მართებს და ესაჭიროება აი ამ პრინციპით ხელმძღვანელობა, რომ ის უნდა დარჩეს ეკლესიოლოგიური ტრადიციის ერთგული. და რუსეთის სახელმწიფოსთან და ეკლესიასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ასეთ განცხადებებს არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება, რადგან ამას ხომ მაინც ჩვენ წყვეტთ, ეს ხომ ჩვენს ხელთ არის. გადაწყვეტილებებს ხომ ჩვენ ვღებულობთ. ამას გაუსვა ხაზი სხვა შორის მეუფე ანტონმა, რომელმაც დეტალურად აღწერა პროცედურები, ესეც დაბეჭდილება დამჭა, რომ პირველ რიგში მისი და მისი კოლეგების პასუხისმგებლობის და ამავე დროს პროცედურული დაცულობის წარმოსაჩენად რა, რომ ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, არის სრულიად დაცული და თითოეულ თქვენგანზე არის ეს პასუხისმგებლობა. თუმცა ამის პარალელურად არსებობს კიდევ ისეთი საკითხები, როგორც არის მაგალითად მოსაყდრის ავტომატურად მემკვიდრეობითობის მითის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით სახელისუფლებო მედიების მეშვეობით, რომელსაც ნაწილობრივ ხელი შეუწყო სინოდის რამდენიმე წევრის ასე ვთქვათ, დამოკიდებულების ღია დემონსტრაცია. თავისთავად ხარდაჭერა არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ აქ საუბარია რაღაცა ტიპის მტკიცებულებით მცდელობებზე, რომ აი მოსაყდრი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ანდერძად პატრიარქმა დაიბარა ან დატოვა, რომ მეუფეშიო ასე ვთქვათ ეგულება მის მემკვიდრედ. ამასთან დაკავშირებით რა განმარტების საჭიროებას ხედავთ თქვენ? მიუხედავად არაერთხელ იქნა ეს განმარტებული, მაინც კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ კათოლიკოს პატრიარქი მემკვიდრეს ვერ დატოვებს ვერანაირად, რადგან იმპერატიული კატეგორიის ნორმატივი ამბობს, რომ დაუმტკიცებელი დარჩეს. ეს იმდენად ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება, უკვე ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომ ამისი უფლება არავის არ აქვს. ეს არის ფორმალური ნაწილი ამ საკითხის. მეორე განწყობითი ნაწილი, ასე ვთქვათ. დიახ, არის ახლა მეორე განწყობითი, რომ ეს არ გამორიცხავს, რომ მე შეიძლება ვიღაცისადმი მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება. ეს არ არის აკრძალული.
თუ მივიღებთ ისე რომ პატრიარქს მაინდამაინც ასე უნდათ რომ პატრიარქს მეუფე შიოსადმი ქონდა ასეთი გამოკვეთილი ნდობა მაინც ეს არ იძლევა იმის საშუალებას რომ ეს უნდა იქნას ასე ვთქვათ გაფორმებული უკვე ფორმალური არ უნდა ფორმალური უნდა გახდეს სინოდის ხდომა და ჩვენ ის უკვე უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და როგორც პატრიარქი თვითონ არსობრივად ეს ძალიან წინააღმდეგობაში მოდის თვითონ აი ამ პრინციპთან ეკლესიის მაგრამ თავისთავად ამ შინაარსს აქვს რაიმე საფუძველი თუნდაც განწყობით დონეზე იმიტომ რომ ჩვენ მისი უწმინდესობისგან მსგავსი რამ არ მოგვისმენია ანდერძის კი არა და უბრალოდ რაღაცა ტიპის ახმად დამაჯერებელ რაიმე ტიპის გზავნილში ეს არ წაგვიკითხავს და ამას ვისმენთ რამდენიმე ცალკეული ადამიანის მხრიდან რომ მან რაღაცა მოისმინა გაიგონა რომ ის მას შეიძლებოდა ასე ეფიქრა რაც ნუ ახლა ძალიან სუბიექტურია და ობიექტური მტკიცებულებების მიღმა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ობიექტური მტკიცებულება თუნდაც ასეთი განწყობისას ეს საქმე რადგან ეს თემა არ თავდება და ესე ძალიან უადგილოდ არის ცდელობა ამის რაღაც ძალადობა ხდება ადამიანების ცნობიერებაზე და გონებაზე მე მხოლოდ შემიძლია ძალიან შეზღუდულად გითხრათ ასეთი რამ როდესაც მოსაყდრესთან დაკავშირებით მე მქონდა პატრიარქთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მე გავიხსენებ სიტყვებს რომ მან მე მითხრა რომ აი ეს მოსაყდრე რომ ეს დავასახელე დემთავრებში ამას არ მოყვა ერთგვაროვანი რეაქცია უფრო მეტიც მეტწილად უარყოფითი რეაქცია მოყვა ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ ეს იყო ჩვენი საუბარი იმიტომ რომ მე ვესაუბრებოდი თქვა რაღაც კანონიკურ საკითხებზე და აი მაშინ მე შევთავაზე პატრიარქს გამოსავალი რომელიც არ იქნებოდა წინააღმდეგობაში არც ერთის მხრივ კანონიკასთან, მეორეს მხრივ არც პატრიარქი აღმოჩნდებოდა უხერხულ მდგომარეობაში, რომ თქვენო უწმინდესობა, რადგან მოსაყდრეობა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კათედრა წარიელდება, რა მიზეზით ეს უკვე აღწერილია, ამის შემდეგ იწყება მხოლოდ მოსაყდრის უფლებამოსილების გავრცელება. მას თქვენ ვერ მიანიჭებთ უპირატესობას მოსაყდრობის სტატუსიდან გამომდინარე, ვერც კანონიკიდან, ვერც კონსტიტუციური შეთანხმებიდან. და ვერც იმდენად, რამდენადაც სინოდისგან არ იყო დანიშნული. გამიგეთ, მას არ ქონდა ეს. და აი ასეთი პრინციპით წავედით. იყოს მოსაყდრე, მაგრამ მას არ უნდა ქონდეს არანაირი ისეთი ეფექტი, რომელიც კათედრაზე ორ მართველობას რაიმე სახით წარმოაჩენს, ან ამის ეჭვს გააჩენს. აი ასეთი საუბარი იყო და სხვათა შორის, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ მეუფე შიოს, ასე ვთქვათ, მდგომარეობა სინოდში როგორ ყოფილიყო ხაზგასმული, მე ჩემი ინიციატივით შევთავაზე. იქნებ გადასცეთ სკופიაზე ჯვარი, რომელიც თქვენ გაქვთ პრაქტიკაში. კი ბატონო, ისთვის სკופიაზე ჯვარი მას არ ქონდა. არა, მე მოგახსენებთ ამას. მე შევკითხე პატრიარქს ჯერ რომ ორ პანაღიას ხობარ მისცემდით მეთქი. ეს იყო ასეთი ტრადიცია, თუმცა არანაირი საეკლესიო შინაარსი მაგას არ აქვს. რუსეთისგან იყო შემოსული და მე ხა მე ამაზე საუბრობდი როგორც შესაძლებლობაზე, ნუ რაღაც გამოსავალი რო ყოფილიყო, თორე პირადად მე ვარ ავტორი წერილის, რომელიც შეეხებოდა ეკლესიაში ამ უშინაარსო წესჩვეულებებისგან, ასე ვთქვათ, თავის დაღწევის მცდელობას. რუსული სრულიად არაკანონიკური რაღაცები, ელემენტები არსებობდა ეკლესიაში, არსებობს დღესაც, რომ მასზე გვეთქვა უარი. ეს იყო ძალიან ცივილიზებული ფორმებით წარმოდგენილი თავის დროზე. და აი მაშინ ეს აღარ არისო ჩვენთან, მე აღარ მაქვს ეს პრაქტიკაში. მაშინ ჯვარი მიეცით სკופიაზე მეთქი და მაგით იყოს უპირატესი და როგორც არის იქიჭდეს სადაც ზის. ეს განხორციელდა, ანუ გამოდის თქვენი ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეთ. არა, მე მეუფეშიოს მივედი და უთხარი.
ჯვარს გადმოგცეს მეთქის კუფიაზე პატრიარქი და აი როდესაც ქონდა საუბარი მე მეუფეშიოს თავიდანვე აუხსენი რომ ესე არ წახვიდებთ ხოლე სხვა მდელმთავრებსაც გაუგზავნით წერილი 17-ში მაშინ მაგრამ მე ყველაფერი ისე წავიდა როგორც წავიდა აგერ საინტერესო დეტალის შესახებ ვისაუბრეთ. ხო და ნუ შემდეგ აი ბოდიშ გიხდით აი ეს იქ სხვათა შორის კიდე რა იყო კიდე მნიშვნელოვანი იცით რომ მე მეუფეშიოს დავეხმარე იცით რა ის დავეხმარე პატრიარქის მოსაღდრეთ რომ ის დარჩენილიყო ამ სტატუსში თუ მაინდა-მაინც დახმარებაზე ლაპარაკი იმიტომ ლაპარაკი იმიტომ რომ ხშირად ეს ჩემი პოზიცია მთლად ვერ გაიგეს მათ სწორად რაც გამოვლინდა შემდეგში მე მას დავეხმარე რომ ის რომ პატრიარქის მოსაღდრის სტატუსით შეხვედროდა კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვას როგორც კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი და კათოლიკოს პატრიარქის დივანი ავტომატურად იყო უკვე ლეგიტიმაციის მიღება ისე აღმოჩნდებოდა თვითონაც ლეგიტიმაციის მიღმა მიხდით ამიტომ ის მისი სტატუსი ერთის ხრივ მას მიეცა სტატუსი რომელსაც დებულება ითვალისწინებდა და მეორეს ხრივ მას მიეცა ლეგიტიმაციის საშუალება ოღონდ იმიტომ კი არა რომ ის მემკვიდრედ სახელდებულიყო და მისი სახელით ვინმე მიძალადოს არა იმიტომ რომ იმ შემთხვევაში ყოფილიყო რაღაც ისეთი შვიდი ატმოსფერო გარემო და მასაც ქონოდა საშუალება იმისათვის რომ უხერხულად არ ეკრძნო თავი და საერთოდ სიტუაცია არ ყოფილიყო ასე არ ვიცი თუ ეხლა მე ახსენი ხო შეიძლება ეს პროცედურული დეტალები გაუთვცნობიერებელი ადამიანის საჭირო მაგრამ აი იმდენად ესე იგი რადგან ეს ძალიან ისეთი მაინც კიდევ ისეთი ინტენსიურად ხდება ჩანერგო ამ კონტექსტში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი ჭონდიდელ ყოფილ ასე ვთქვათ ეპისკოპოს პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ მოყოლილ ამბავზე ასე ვთქვათ სულ რამდენიმე დღის წინ სადაც ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე რომ მისი ვერსიით ბიძინა ივანიშვილს მიუღია დაპირება პატრიარქისგან რომ ის გადადგებოდა შემდეგ მოსაყდრე რომ გამოირჩა მოლოდინი იყო რომ ის ავტომატურად უნდა გადამდგარიყო და როდესაც პატრიარქი ასე არ მოიქცა ამის გამო გაჩნდა უკმაყოფილება და ეპისკოპოსი პეტრე ყვებოდა რომ ივანიშვილი ამის გამო იყო უკმაყოფილო თვლიდა რომ პატრიარქმა გადამაგდო ეს სიტყვები არის გამოყენებული და რომ აი იგროკიაო კარგი იგროკიაო ასე ვთქვათ ის უწმინდესობასთან მიმართებაში იქნა გამოყენებული პეტრე ცაავას ნათქვამს თუ დავეყრდნობით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და შემდეგ ისყვებოდა ეპიზოდს პატრიარქმა როგორ გაუგზავნა მოწვევა საპატრიარქოში და თითქოს ეს რაღაცა დადგმული სპეციალური სცენა იყო იმისთვის რომ ივანიშვილი უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენებინა და პატრიარქი მაინც არ გადადგა მოკლედ აი ეს მოსაყდრეობის თემა ცოტა ძალიან რთულია ტყუილმართლის მთელს ამ ამბებში გარჩევა და ამორჩევა მაგრამ რამენერად აკავშირებს იქ არ მქონდა ინტენსიური ურთიერთობა მე გამიძნელდება ამაზე საუბარი რამდენადაც მე ილია მეორის ხასიათს ვიცნობ ძალიან კარგად მე ამას სერიოზულად ვერ შევხედავ ილია მეორის ვერავინ ვერ შეაშინებდა ვერაფრით რაც არ უნდა ეკნათ ის იყო ამ კატეგორიის ადამიანი აი ეს არის ჩემი საზომი მათ შორის ამ ციანიდების და კიდეს ეგ რაღაც გაუგებარი რამდენი უფრო ამიხსნეს მით უფრო ვერ გავიგე მე პირადად ვერ გავიგე მოვა დრო გავიგებთ ალბათ რასთან გვაქვს მე პირადად ვერ გავიგე სამწუხარო ებე ბოლოს მინდა მოგცეთ საშუალება მომავალი სინოდის ხდომასთან დაკავშირებით გითხრათ ის რაც ყველაზე მეტად არის გასათვალისწინებელი როგორც სინოდის წევრების მხრიდან ასევე მათი გულშემატკივრების მხრიდანაც დიახ, გასათვალისწინებელი ის გახლავთ, რომ ეს არ არის პრივილეგია, ეს არ არის ძალაუფლება, ეს არის
საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების გზა. ვისაც ამის სურვილი აქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ღმერთმა აკურთხოს, ვისაც ამას დალოცავს მღვდელმთავართა კრებული და ამის უფლება მოსილებას გადასცემს, დალოცვილი იყოს თავის გზაზე. აი ეს იქნება ჩემი აზრი და პოზიცია და არა ის რომ რაღაც ხელოვნური ჯგუფებითა და რაღაც ძალიან დაბიო ქმედებებით ჩვენ ხელი შეუწყოთ რაღაც პროცესების რღვევას და დაზიანებას ჩვენი ქართული საზოგადოების კეთილდღეობის. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენს და ყველა მღვდელმთავარს სწორი არჩევნის გაკეთებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, სინოდის სხდომა, ყველა ველით მას დიდი ინტერესით, გულშემატკივრობით და ჩვენი საერთო სურვილია ყველას, რა თქმა უნდა, რომ ეკლესია ამ გადაწყვეტილების მეშვეობით გამოვიდეს იმაზე მეტად გაძლიერებული და უკან მოიტოვოს მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. მადლობა უთხრათ მეუფე ზენონს. თქვენ მადლობა.